სამართლებრივი და დემოკრატიული ლეგიტიმობა არავინ არ აღიარებს დასავლურ სამყაროში ამ ხელისუფლებას ფაქტობრივად, ხო? ხედავთ რომ ამოვარდა იმ კულტურული კონტექსტიდან, რომელსაც ქართული ტრადიციული მორალი ქვია, ვთქვათ, ადამიანის პიროვნებისადმი დამოკიდებულების მორალი, რასაც ქვია, ხო? უმოწყალოა, ქალს, კაცს ვერ არჩევს, დედასა და შვილს ვერ არჩევს, ვთქვათ, ხო? ყველას უპირისპირდება და ყველას მხოლოდ და მხოლოდ ძალას აჩვენებს. აი ეს ბრუტალური საყრდენი მას გამოეცლება, რასაკვირველია, თუ კი საზოგადოება უწყვეტად თანმიმდევრულად იქნება განწყობილი აი ამ მხოლოდ და მხოლოდ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესეთ რაღაცას მეუბნება. ქალბატონო ქეთევანო, მე თქვენო არ გედავებითო იმაშიო, რომ თქვენ გზა გადაკეტეთო, გადაკეტვის მომენტშიო იქ არიყავითო და ყველაზე სასაცილო მომენტი იყო ის, რომ მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ გადაკეტილზე რომ მიბრძანდითო და გადაკეტილი იყო. ჯერ რომ გეკითხათო, რისთვის იყო გადაკეტილიო და მე რომ დამდგარიყავითო და მანამდეო ტროტუარზე მდგარიყავითო, იქნებ სულ არ იყო ის აქციაო, რადგან თქვენ მიბრძანდითო და მაგის გამო არც კი ანუ გამოუტანი ანუ უფიქრია მოსამართლე ეს დაარტყა ჩაკუჭი და ბრალდებულად მცნო და დამიწერა 5000 ლარი ჯარიმა ანუ სიმართლე რომ გითხრათ სულ მაქვს 900 ლარი ხელფას და ჩემი ხელფასით რავი 900 ლარით უნდა წაუღიათ და გადახდას რაც შეეხება სავარაუდოდ ისევ ფონდებს მიმართა იმიტომ რომ მე არ მაქვს გადახდის არანაირი შანსი მაშინ დამიყადა 4 ბარათია მარტო ჩემს სახელზე სხვა არაფერი და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არათუ სამართლიანობა, არათუ კანონიერება, არათუ კონსტიტუციური წესრიგი, არამედ საერთოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის იდეაც კი. სწორედ ეს არის რისთვისაც დგავართ რუსთაველზე, მიუხედავად ყველა სირთულისა, მიუხედავად სიცივისა და ასე შემდეგ. და აუცილებლად რაც უნდა ვთქვა, როდესაც ჩვენ დღეს სწორედ აქ, როდესაც აი ეს შავნიღბიანები იყვნენ და ცდილობენ გვაშინებენ, ჩვენ არა ვართ უშიშარები, ჩვენ გვეშინია, მაგრამ იმაზე მეტად გვეშინია იმის, რასაც გვპირდება ეს რუსული ხელისუფლება, ამიტომ კიდევ ვაპირებთ აქ დგომას, ვაპირებთ გამარჯვებამდე, რაც მთავარია. ჩვენთან განსაკუთრებით ყოველთვის იყო რუსეთის გავლენა, რომელიც ცდილობს ყველანაირად თავისი მარწუხებით ჩაავლოს ხელი. ეხლა ხედავთ, რომ ძალაში მოსული დიქტატორი, ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, არის რუსი ოლიგარქი. ტალღა მოდის ახალგაზრდების თაობის, რომელსაც მიუღებელი არის ეს დიქტატურა, რომელიც ისევე ფინანსდება რუსეთიდან და იმართება რუსეთიდან. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილი. სამოქალაქო სექტორისა და პარტიების წარმომადგენლები კი უცხოური ძალის გავლენის ქვეშ იმყოფებიან ან ექვემდებარებიან მას. სამოქალაქო ფორმაში ჩასმული პირები დამხნენ სახლისკენ მიდიოდნენ და ფაქტობრივად სახლთან ჩამისაფრენ და წამიყვანეს დიღმის იზოლატორში და სრულად აბსურდული ბრალდებით მითხრეს, რომ პოლიციას ვაყენებდის შეურაცხყოფას დამაჯერებმა მოსამართლე 2000 ლარით. მე ვაპროტესტებ ხელისუფლების მიღებულ მითინგის ბოლოდროინდელ საშინელ კანონებს, რომელიც დიქტატურას ამყარებს და ქართული ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროკავშირი და გავხსნეთ ამ ოჯახის ნაწილი. შესაბამისად მე არ ვაპირებ დანებებას და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული წევრი სახელმწიფო. არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ყველგან მილიცია, არსად სამართალი, ყველგან მილიცია, არსად სამართალი. პირველი დღიდანვე რაც დაიწყო მოთხოვნა ერთი და იგივე, თუ პირველ დღეში ვითხოვდით მხოლოდ თავისუფალ და ახალ არჩევნებს, ახლა უკვე ამას ემატება ცხადია თავისთავად უკვე უკანონო დაპატიმრების გათავისუფლება. თუმცა ასევე შეგვიძლია დავუმატოთ კიდევაც, რომ მოვითხოვოთ ოცნების დეპუტატების გათავისუფლებაც, რა. ისინი ტყვეები არიან. უსამართლო დაკავებები, რომელიც მე გამოვცადე ცხინვალის იზოლატორში, იგივე მეორედ განმეორდა არა მარტო ჩემზე,
თითოეულ მათგანზე უსამართლო პატიმრობა არის, უსამართლო დაკავება არის, პატრულის თანამშრომლები ფიცდებენ და ცილს მწამებენ საპატრულო პროკურორი მოსამართლე ხმას არიღებენ, მეთქი აქ წვენიათ რას აკეთებთ მეთქი უსამართლობაა და აი ამიტომ არა